ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ზვიად ქურდაძეს გიორგი პაპიაშვილის შეცვლის. ამის შესახებ TV მონიტორინგს მერმა თენგის ჩიტიაშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით ქურდაძემ თანამდებობას საკუთარი სურვილით პარასკევს დატოვა. მიზეზები კი არ განუმარტავს. როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი აღნიშნავს, გიორგი პაპიაშვილი მოქმედი საჯარო მოხელია და ის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ჩიტიაშვილის განმარტებით პაპიაშვილს მისი მოადგილის თანამდებობაზე თანამშრომლებს ოფიციალურად ორშაბათ წარუდგენს. თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ რომ დაგვიდასტუროთ ინფორმაცია? სურვილი მაქვს სადოკერდო სექტორში ჩემი თავი. არავისთან არაფერი არ დამემტკიცებია, არ მახსოვს ეგეთი. მე ვთქვი 2 კვირის რომ ჯერ არ წავსულა მათი. და ჩემი ჩანაწერები შეგიძლიათ გადაამოწმოთ. უბრალოდ გადაწყვეტილების მიზეზი რა არის? დასტურებთ რომ ზვიად ქურდაძე დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე და ეს მას გაცხადებული ჰქონდა რამოდენიმე წინ გადაწყვეტილება მიიღო რამოდენიმე წლის წინ პარასკევს დაწერა უკვე განცხადება და როგორც ჩემთვის ცნობილია გააგრძელებს მუშაობას კერძო სტრუქტურებში და კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ და მე ერთს აღნიშნავ რომ ზვიად მადლობელია უთხრა დაწერილი საქმიანობისათვის ის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული თანამშრომელი. შაბათს უკვე წარვადგენ ფაქტიურად ახლა თანამშრომლებისთვის გიორგი პაპიაშვილზეა საუბარი, ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, იმიტომ რომ ის 2015 წლიდან მუშაობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფაქტიურად სტუდენტობის მერე აქ დაიწყო მუშაობა ინფრასტრუქტურის სამსახურში. ის ახალგაზრდა კადრია, ღირსეული კადრია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სიახლე იქნება. მერიაში თვითონ ხაშურში მისი თავისუფლებით ბევრი საქმე გაკეთდა.